წარმოუდგენელი ტკივილი კუდუსონის არეში, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი პრობლემისგან არის გამოწვეული. Აი ეს არის ის პრობლემა, რაზეც უნდა დღეს ვისაუბროთ. დაწერეთ კომენტარებში თუ იცით, რას ეხება ეს ვიდეო. ამას, რასაც თქვენ ვიდეოზე ხედავთ, არის პილონიდური ცისტა, რომელიც როგორც წესი კუდუსონის არეალში მდებარეობს და იქ ვითარდება. ეს მდგომარეობა ხშირად ვითარდება მაშინ, როდესაც დაცვენილი თმა კუდუსონის ადგილას ტანსაცმლით ხახუნის შედეგად ზედაპირულ შრეებში იჭრება კანის. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს კუდუსონის მიდამოში არსებული პირობები, ეს არის სითბო და ნოტიო გარემო და შედეგად ვითარდება ცისტა, რომელიც შეიცავს ამ დაცვენილ თმებს და კანის ზედაპირულ ჩამოფრცხვნილ შრეებს. ეს ცისტა ყალიბდება გრანულომის სახით. გრანულომა არის იმუნური პროცესის შედეგად ჩამოყალიბებული წარმონაქმნი, როდესაც იმუნური უჯრედები უცხო სხეულებს ჩვენი ორგანიზმისთვის შემოსაზღვრავენ და ამ დაცვის მექანიზმით იცავენ ორგანიზმს მათი გავრცელებისგან. პილონიდური ცისტის შემთხვევაში კი ეს გრანულომა ანთების შედეგად გარდაიქმნება აბსცესად, ანუ ჩირქის შემცველ ღრუთ, რომელიც ამას გარდა შეიძლება მსგავსი ფისტულების სისტემასაც აერთიანებდეს. რაც შეეხება თერაპიას, ექიმები პირველ რიგში აკეთებენ ზონდირებას მსგავსი ღრუსი და მის გამორეცხვას, რადგან მთლიანად დაიცალოს ის ჩირქოვანი შიგთავსი, რაც ამ ღრუშია. შემდეგ კი სპეციალური ხელსაწყოთი ისინი კოაგულაციას უკეთებენ ამ ღრუს, რაც ნიშნავს ამ ღრუს დახურვას, რათა იქ არ განვითარდეს შემდგომ რეციდივი.